მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ თქვენი საჯარო გაშლა თემით მესიჯი სამყაროსგან თქვენთვის. ახლა გაშლა გვექნება სამ ვარიანტიანი და გამოვიყენებთ სამ ტაროს დასტას, ასეთ ორაკულს, თითო მესიჯს ვნახავთ თქვენი საგვარეულოსგანაც და მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლა, ხო? დავარიგებ ქვებს პირველ რიგში. პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი მწვანე ფლორიტი, მეორე ვარიანტი გვექნება ამეთვისტო და მესამე ვარიანტი მოდით იყოს ვარდისფერი კვარცი. და ნახოთ აბა, პირველ რიგში ორაკულებს დავარიგებ, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა, რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. იმედი მაქვს სამივე ვარიანტი კარგად ჩანს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი. კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით, რომელი ქვაც გეძახით, იქ არის ესე იგი თქვენთვის მესიჯი ახლა. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს. შეგიძლიათ ორი ვარიანტიც კი აირჩიოთ, თუ თქვენ ამის სურვილი გაქვთ, ხო? რატომაც არა. და კარგი, დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც ამოერჩია მწვანე ფლორიტი. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ მწვანე ფლორიტი არის ასეთი თვითშემეცნების ქვა, რომელიც გვაძლევს ადამიანებს მეტ სიფხიზლეს, მეტ საღგონებას, რომელიც გვაძლევს გარკვეულ ცოდნას და ცოდნასთან ერთად დისციპლინას. და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს. და პირველ რიგში აქ მოდის ასეთი მესიჯი, რომ გარკვეული ციკლის დასასრული გიახლოვდებათ, გარკვეული კულმინაცია გიახლოვდებათ, პირველი ვარიანტი. თითქოს რაღაც პროცესები, რაც აქამდე გეგონათ დაუსრულებელი, რაღაც ისეთი, რაშიც თქვენ დიდი ხნის განმავლობაში წრეზე დადიოდით, რაც მეორდებოდა ციკლირებულად თქვენს რეალობაში მუდმივად და მუდმივად, ამის კულმინაცია ახლოვდება. რა არის ეს? მოდით ვნახოთ ტაროს დასტით, რა მესიჯი აქვს სამყაროს პირველი ვარიანტისთვის. აბა. რაში არის ეს კულმინაცია? არკანი ვარსკვლავი, მეგობრებო, არკანი ვარსკვლავი. რაღაც თქვენი სურვილი ასრულდება, რაღაც თქვენი ოცნება ასრულდება, რაღაც რაც აქამდე გეგონათ მიუწვდომელი და შეუძლებელი საკუთარი თავისთვის, ზუსტად იმაში გამოგიჩნდებათ რაღაც ახალი იმედები, რაც აქამდე მიუწვდომელი იყო თქვენთვის. აი ზუსტად იმაში დაგანახებ თქვენ სამყარო, რომ აი შემომხედე, ეს არ არის შენთვის შეუძლებელი, ეს არ არის შენთვის რაღაც მიუწვდომელი. შენ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველაფერი გამოგივა. რა თქმა უნდა, იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ დღეს და ხვალ ან თუნდაც ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ ასრულდება რაღაც თქვენი ოცნება, რაღაც თქვენი სანუკვარი სურვილი, მაგრამ დამიჯერეთ საკმაოდ ახლო მომავალში აქ ჩანს ახალი იმედები, საფუძვლიანი იმედები. თქვენ მოგეცემათ ახალი შანსი, მეგობრებო, დავამატოთ. ტაროს არკანები დავნახოთ, რაღაც თქვენი სურვილი იწყებს აქტივაციას. პირდაპირ გეუბნებით, დავამატოთ არკანები. რაღაც თქვენი სურვილი იწყებს აქტივაციას, მეგობრებო, მაგრამ შეხედეთ ხმლების 7-იანი, თასების 10-იანი და პენტაკლების რაინდი ამოვიდა აქ. ნახეთ, მეგობრებო, თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც დიდად არ უხარიათ და დიდად შეიძლება არ მოსწონდეთ თქვენი ბედნიერება, არ მოსწონდეთ თქვენი ურთიერთობები, არც სასიყვარულო თვალსაზრისით, არც მეგობრული თვალსაზრისით უკაცრავად, ანუ არ მოსწონთ არც თქვენი სამეგობრო წრე, არ მოსწონთ ის, რომ თქვენ მეგობრებთან ხართ კარგად, ხო, ან შეყვარებულთან ხართ კარგად, ვისაც ყავთ რა თქმა უნდა პარტნიორი. და ცოტა ფრთხილად იყავით აქ, იმიტომ რომ ჩართეთ აუცილებლად ინფორმაციული ფილტრი. ყველაფერს ნუ მოუყვებით, ყველას ნუ გაუზიარებთ თქვენს ინფორმაციას, ყველას ნუ გაუზიარებთ თქვენს ბედნიერებას, მით უმეტეს ნაადრევ ეტაპებზე, როდესაც არის რაღაც კონკრეტული თქვენი სურვილის, ასე ვთქვათ, ჩანასახი, რომელიც გიახლოვდებათ საკმაოდ ინტენსიურად, ნუ გაუზიარებთ ყველას რა, აი პირდაპირ გეუბნებით, ნუ გაუზიარებთ. ბედნიერება სიჩუმე უყვარსო, გაგიგიათ ალბათ, ხო? ზედმეტად ბევრ ადამიანს ნუ გაუზიარებთ, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია ადამიანების მხრიდან იყოს ენერგეტიკული ქურდობა, ავი-თვალი, ან რაღაც მსგავსი. კონცენტრირდით თქვენს სურვილზე, როდესაც იგი დაიწყებს
პროცესების შეშვებას, ხო? და პლუს ამასთან ერთად ხმლების 7-იანი მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული ქურდობის არკანი არის ხოლმე და მე უკვე გითხარით, რომ აუცილებლად უნდა ჩართოთ გარკვეული ინფორმაციული ფილტრი, მეთქი, ხო? ჯერ ერთი ყველაფერს ნუ დაუჯერებ და ყველას ნუ დაუჯერებ და მეორე ნუ გავუზიარებთ მეთქი ყველაფერს, ხო? მაგრამ ნახეთ, ხმლების 7-იანი ასევე არის ზრდის არკანიც. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ახლა ამ არკანისგან რამხელა ზრდის ენერგია წამოვიდა. რამხელა ეგრეთ წოდებული level-up-ი. თქვენ ძალიან მაღალ დონეზე ახტებით, პირდაპირ გეუბნებით, საკმაოდ მალე. რაღაც ისეთი მოხდება თქვენს რეალობაში, რასაც თქვენ საერთოდ არ ელოდებით რეალობისგან. რაღაც ისეთი და რაღაც საკმაოდ სასიამოვნო. მოდით ვნახოთ მესიჯი თქვენი საგვარეულოსგან. რა მესიჯი აქვს პირველი ვარიანტის საგვარეულოს მათთვის ახლა? რას ხედავთ ამ არკანში? მე პირადად ვხედავ აქ ძალიან დიდ გვერდში დგომას და ასევე ვხედავ მონატრებას სახლთან, რაღაც გარკვეულ ნოსტალგიურ ემოციებს. პირველ რიგში თუ თქვენ ახლა ხართ სახლისგან შორს, შეძლებს დაგვარად ეცადეთ, რომ სახლში წახვიდეთ, რაღაც ისეთ ადგილას წახვიდეთ, რაც ბავშვობასთან სახლთან გიასოცირდებათ. ან ოჯახის წევრები მოინახულეთ, ან ბავშვების მეგობრები, თუ ამის შესაძლებლობა არის. ან თუ აქედან ზემოთ ჩამოთვლილიდან არაფერი არ შეგიძლიათ, მაშინ უბრალოდ ოჯახის წევრებს მიწერეთ, შეახსენეთ, რომ ისინი გიყვართ, რომ ისინი გენატრებათ, ხო? აქ მონატრება იგრძნობა საკმაოდ ინტენსიურად. მონატრება და გზა. მოდით ვნახოთ семейный очаг. ჩემი სახლი არის ჩემი ძალის ადგილი. აი, იცით, წეხან ვაპირებდით თმას და გამოვრჩა, უცებედად მიწა, რომელიც გაძლევთ ძალას. იქ უნდა წახვიდეთ. რაღაც ისეთ ადგილას, რომელიც თქვენ გიასოცირდებათ ბავშვობასთან. კარგით, გავაგრძელოთ. ჩემი სახლი არის ახსავსე რესურსებითა და სიმშვიდით. ყოველი ადამიანი სივრცეში, ჩემი სახლის სივრცეში უმჯობესდება, ხდება უკეთესი და აღწევს წარმატებას. ჩემი სახლი აერთიანებს სულებს და ხსნის გულებს. სიმყუდროვე და სითბო ჩემი სახლისა არის ჩემს შიგნით. მე ვქმნი ჩემს შინაგან ხედვაში მას და ეს გამოიხატება მატერიაში. ანუ მეგობრებო, ყველაფერი იწყება შიგნიდან. ალბათ გაგიგიათ ეს ფრაზა. თქვენი მონატრება, თქვენი ნოსტალგია არის თქვენი ძალა. გამოიყენეთ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩიეთ ამეთვისტოს ქვა. ამეთვისტო მეგობრებო, პირველ რიგში არის ქვა ინტუიციისა, ქვა ასეთი წინასწარმეტყველებისა, გარკვეულწილად, მაგრამ ყველაზე მეტად ეს არის ქვა ინტუიციისა, სამყაროსთან კავშირისა, ხო? და მოდით ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის მეორე ვარიანტი. გაიცი სიყვარული სიტუაციაში. ნუ პირველ რიგში ნახეთ აქ მოდის ასეთი ინფორმაცია, რომ შეძლებს დაგვარად ჩადეთ სიყვარული თქვენს საქმეში, თქვენს საქმიანობაში, თქვენს ირგვლივ მყოფებში, თქვენს მეგობრებში, თქვენს ნათესავებში, ოჯახის წევრებში განსაკუთრებით, ხო? საყვარელ ადამიანებში, აი შეახსენეთ და აჩვენეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომ ისინი თქვენთვის საყვარლები არიან. აჩვენეთ. შეახსენეთ ოჯახის წევრებს, რომ თქვენ ისინი გიყვართ ძალიან. შეახსენეთ თქვენს მეგობარს, რომ აი შენ მე მჭირდები, შენ მე მიყვარ ხარ, შენ ჩემი მეგობარი ხარ, ხო? შეახსენეთ საყვარელ ადამიანს, რომ თქვენ მისთვის ბევრ რაღაცაზე ხართ წამსვლელი, ხო? გამოხატეთ თქვენი სიყვარული მაქსიმალურად. ნუ გეშინიათ უარის, ნუ გეშინიათ სიცივის. უბრალოდ გამოხატეთ იგი. და ასევე გამოხატეთ სიყვარული საკუთარი საქმიანობის მიმართ, იმის მიმართ, რასაც აკეთებთ. ახლა ნახოთ ტაროს არკანები, რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის, აბა. არკანით ასების 6-იანი. რა ხდება მეგობრებო, რა ნოსტალგიებში ვართ პირველი ვარიანტიც და მეორე ვარიანტიც. თითქოს კავშირში არის ხო პირველი და მეორე ვარიანტი. ნუ პირველ რიგში
თასების 6-იანი არის ნოსტალგიური გამოხატვების არკანი. აუცილებლად მიწერეთ დღეს თქვენს ძველ მეგობრებს, მოიკითხეთ თქვენი ძველი მეგობრები, თქვენი ოჯახის წევრები, მეორე ვარიანტმა, ხო? და რა თქმა უნდა, ასევე გეტყოდით იმას, რომ დააფასეთ ისინი, ვინც თქვენს გვერდით არიან. არ აქვს მნიშვნელობა ის არის ბავშვობის მეგობარი, ბავშვობის სამხანაგი, ახალგაჩენილი შეყვარებული თუ ახალგაჩენილი მეგობარი, ხო? გამოხატეთ თქვენი სიყვარული, გამოხატეთ თქვენი სიმპათია. დაანებეთ თავი ეგოს, დაანებეთ თავი საკუთარი თავის დაფასებას რაღაც მომენტებში. მე იმას კი არ გულისხმობ, რომ თქვენი პირადი საზღვრები უნდა დაარღვიოთ და რაღაც ისეთი გააკეთოთ, ხო? მე იმას არ გულისხმობ, რომ ადამიანი თუ ცუდად და სასტიკად გექცევათ, ესე იგი მის მიმართ, არ ვიცი, რაღაც სიყვარული უნდა გამოხატოთ, რატომ უნდა გამოხატოთ? საერთოდ არა. მაგრამ აი დააფასეთ რა, წვრილმანები დააფასეთ ადამიანებში, დააფასეთ რომ ვიღაც გისმენთ, დააფასეთ რომ ვიღაცას უყურხარ, დააფასეთ რომ ადამიანი თქვენს გვერდით არის, ხო? დააფასეთ ადამიანის ენერგიები თქვენს ირგვლივ, ის რომ ადამიანი გაქცევთ ყურადღებას. მამაკაცებო, განსაკუთრებით თქვენ გეტყვით, დააფასეთ თქვენი ქალბატონების სილამაზე. თქვენი დედების, თქვენი დების, თქვენი შეყვარებულების, თქვენი ქალიშვილების შვილები ვისაც ყავთ, ხო? ნუ მამაკაცები მე ნაკლებად მიყურებენ, მაგრამ მაინც ვიცი რომ ყავხართ აუდიტორიაში. მეგობრის მიმართაც თუ გაქვთ რაღაც ისეთი სიმპათია, ან უბრალოდ სამწუხაროდ ეს მამაკაცებში ცოტა უფრო იშვიათი არის, ბევრად უფრო ხშირი არის ქალებში, როდესაც ქალი შეიძლება თვლიდეს მამაკაცს მომხიბლელად, მაგრამ არ იზიდავდეს არც რომანტიკულად და არც სექსუალურად, მაგრამ არსებობენ ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც უყურებენ ქალს, ხედავენ რომ ის არის ლამაზი, ის არის მშვენიერი და არ უჩნდებათ რაღაც ისეთი სურვილები, ხო? გასაგები არის რომ ზოგადად სურვილებში არაფერი არ არის ცუდი, მაგრამ არსებობს რაღაც გარკვეული საზღვრები, ხო? ამიტომაც მეორე ვარიანტი მამაკაცებო თქვენ განსაკუთრებით გამოხატეთ და გამოხატეთ თქვენი სიმპათია, თქვენი დაფასება ქალების მიმართ მაქსიმალურად თბილად, ნაზად, იმიტომ რომ ქალები ძალიან ნაზი არსებები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ქალებს აკლიათ სიყვარული, აკლიათ ზრუნვა, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება უწევთ თავად მარტოობაში. ნებისმიერ შემთხვევაში დააფასეთ. ძმაკაცებიც რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ უფრო ქალისკენ მიდის აქ რაღაც ენერგია. ქალბატონებო, თქვენ კი დააფასეთ თქვენი მამაკაცები. ქალი უფრო არის მიმღები ენერგია, მამაკაცი უფრო არის გამცემი ენერგია, მაგრამ ქალებმაც უნდა დავაფასოთ ჩვენი მამაკაცები, ხო? თუ გინდათ რომ რაღაც გააკეთოთ თქვენი მამაკაცისთვის, რაღაც აჩუქოთ, რაღაცით გაახაროთ, თუნდაც ეს იყოს წვრილმანი, ან უბრალოდ რაღაც თბილი სიტყვები გავზიაროთ, გააზიარეთ. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ მესიჯი თქვენი საგვარეულოსგან. მეორე ვარიანტი, აბა რა მესიჯი აქვს თქვენს საგვარეულოს თქვენთვის. ახლა რას ხედავთ ამ არკანში? დამიწერეთ კომენტარებში. მე აქ ხედავ იმას, რომ თქვენ თქვენი საგვარეულო გმფარველობთ, გიცავთ, გეხმარებათ, გიკვალავთ გზას. ზოგადად მეგობრებო, საგვარეულო არის ინფორმაცია, ხო? საგვარეულოსგან ინფორმაცია იბეჭდება, ინფორმაცია მოდის ყოველთვის, ჩაბეჭდილი არის. და აქ ხედავ ძალიან ბევრ თანადგომას თქვენი საგვარეულოსგან. თითქოს თქვენ ამას რომც ვერ ამჩნევდეთ, ამას რომც ვერ ხვდებოდეთ, აქ თქვენი საგვარეულო ძალიან გვერდში გიდგებათ, გიცავთ საკმაოდ ბევრი ნეგატიური ადამიანებისგან, გეხმარებათ იმაში, რომ იპოვოთ და გაიკვალოთ მაქსიმალურად სწორი და თქვენთვის შესაფერისი გზები. და მოდით ვნახოთ ახლა წარწერა. შიშის მიმღებლობა. მე ვარ საყვარელი ადამიანი სამყაროსთვის, მე სამყაროს ვუყვარვალ. ეს სამყარო ზრუნავს ჩემზე. აქ მე ვარ სახლში, აქ მე ვარ დაცული. მთელი ჩემი გზა და მთელი ჩემი სივრცე არის განათებული კოსმიური ნაკადით, მეგობრებო, ვერ გადავთარგმნე სიტყვა უცებედად, კოსმიური ნაკადით. მე მივდივარ ჩემი გზით და სინათლე მე მიცავს, მეხმარება როგორც ღვთაებრივი კოსმიური დედა. იგი მიჭერს ხელებში და მე მაგრძნობინებს სითბოს და უსაფრთხოებას. ხედავთ მეგობრებო, თქვენ დაცული ხართ. და სამყაროც და საგვარეულოც თქვენს გვერდით არის მეორე ვარიანტი. და თქვენ ამას წესით ახლა, რადგანაც ამეთვისტოს ქვა ამოირჩია თქვენმა ინტუიციამ, საკმაოდ ინტენსიურად უნდა შეიგრძნობდეთ. სულ ეს არის მეორე ვარიანტი, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით.
და მოდით ახლა ჩვენ გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, ვინც ამოერჩიეთ ვარდისფერი კვარცი. თუ თქვენმა ინტუიციამ ამოერჩია ვარდისფერი კვარცი, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ვარდისფერი კვარცი არის სიყვარულისა და სილამაზის ქვა, ენერგია და მოდით ვნახოთ ახლა მესიჯი. მიიღე უმძლავრესი ცვლილებები. თქვენ ახლა გადიხართ აშკარად მესამე ვარიანტი რაღაც ძალიან დიდ ფაქტობრივად არა ამქვეყნიურ და ძალიან რადიკალურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები ხდება თქვენში. აი, იცით, საკმაოდ ხშირად გამიგია ჩემი კლიენტებისგან, კომენტარებშიც მომიკვირავს თვალი, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ აი, რატომ არაფერი არ იცვლება? რატომ არ იცვლება ჩემს ცხოვრებაში არაფერი? ყოველთვის ერთი და იგივე რატომ ხდება? ცვლილებები მეგობრებო იწყება მესგან, ანუ საკუთარი თავისგან, ხო? შენ თვითონ თუ არ შეიცვლები, შენი რეალობა რა თქმა უნდა არ შეიცვლება. და აქ თქვენ გადიხართ უმძლავრეს ტრანსფორმაციას, უკვე ხართ ამ მძლავრი ტრანსფორმაციული ენერგიების ან წინაშე, ან უკვე ხართ თვითონ ამ ტრანსფორმაციაში. უმეტესობა უკვე თვითონ ხართ ამ ტრანსფორმაციებში. მოდით დავამატოთ ახლა ტაროს არკანები და ვნახოთ და ნახეთ მიიღე ტრანსფორმაცია, მიიღე ეს ცვლილება. თქვენ გჭირდებათ მეტი მიმღებლობა ამ პროცესების მიმართ. ცდილობთ რომ ყველაფერი გააკონტროლოთ. კი, ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე რომ საკუთარ თავს იმდენად კარგად ვიცნობთ, რომ აი გვინდა ყველაფერი გავაკონტროლოთ, ხო? მე თავადაც ვარ ისეთი ადამიანი, კონტროლის მოყვარული, მაგრამ ნახეთ, ყველაზე კარგად ჩვენი რეალური ნატურა, ჩვენი რეალური ბუნებრივი მე ვლინდება ზუსტად მაშინ, როდესაც რაღაცეები კონტროლის ქვეშ არ გვაქვს. და მოდით ახლა ვნახოთ ტაროს არკანებით რა მესიჯი აქვს სამყაროს მესამე ვარიანტისთვის, ვინც ამოერჩია ვარდისფერი კვარცი. აბა ვნახოთ თქვენთან რა ხდება, რა მესიჯები ჩანს. უფროსი არკანი თუ ამოვა დავამატებ არკანებს, რა თქმა უნდა, უფრო კარგად რომ გავშიფროთ და რა მესიჯი აქვს. აბა კვერთხების პაჟი მეგობრებო, ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა. პირველ რიგში მე თქვენ გირჩევდით იმას, რომ მაქსიმალურად დააკვირდეთ თქვენს აზრებს, თქვენს ფიქრებს, თქვენს იდეებს, იმიტომ რომ ახლა შთაგონებული ენერგიის ქვეშ ძალიან კარგად იქნებით, ანუ ახლა მოტივაცია ჩანს, მეტი თავდაჯერებულობა ჩანს, ვიდრე აქამდე იყო თქვენს რეალობაში. გამოსვლა რაღაც არც სასიამოვნო ენერგიებიდან, ხო? გასაგები არის, რომ ეს არის პაჟი, ეს არ არის არც რაინდი, არც მეფე, ამიტომაც რა თქმა უნდა მძლავრი ენერგიის მატარებელი არ არის, მაგრამ აი გარედან თითქოს თქვენ უფრო ენერგიული ხართ, უფრო მოხოდილი ხართ, ჟარგონს გამოვიყენებ. პლუს ამ არკანს ახლა ვუყურებ და ისეთი ინფორმაცია უკაცრავად ისეთი ინფორმაცია წამოვიდა, თითქოს რაღაც ახალი კარგი ამბავი გიახლოვდებათ. ასეთი ენერგია წამოვიდა. მინდა რომ დავამატო ერთი არკანით, აბა უფრო კარგად რომ გავშიფრო, რა ხდება აქ მესამე ვარიანტთან. პენტაკლების 9-იანი. გარკვეული ფინანსურ კარიერული ცვლილება გელოდებათ. მარტო ეს შემიძლია გითხრათ, მაგრამ მეგობრებო, აქ მე ვხედავ ერთ კონკრეტულ ძალიან მძლავრ ცვლილებას, რომელსაც ვერ დავასახელებ, უბრალოდ იმიტომ რომ არ მინდა თავში წამომარტყან კონკრეტულმა ძალებმა, რაღაცეები არსებობს, რაც ჯერ არ უნდა იცოდეთ, რასაც ყველაფერს თავისი დრო აქვს, რა მოკლედ გეტყვით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. და არსებობს რაღაცეები, რაც უნდა დარჩეს სიურპრიზად და რაც ჯერჯერობით არ უნდა იცოდეთ. მაგრამ პატარა სპოილერი, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ფინანსები, კარიერა. მოდით ახლა ვნახოთ მესიჯი თქვენი საგვარეულოსგან, მესამე ვარიანტი. რა მესიჯი აქვს თქვენს საგვარეულოს მესამე ვარიანტი? ხედავთ, ზედმეტის თქმა, როდესაც მინდოდა კი დამახველა. რას ხედავთ ამ არკანში? მე აქ ხედავ საგვარეულოსგან გადმოსულ ინფორმაციას და საგვარეულოსგან გადმოსულ სიყვარულს. დამიწერეთ კომენტარებში რას ხედავთ. განსაკუთრებით აქ მე ხედავ საგვარეულოს ქალთა ხაზით, ბებია, დედა, შვილი. და ვნახოთ ახლა წარწერა. მიზნის რეალიზაცია. მე ვქმნი მიზნებს და მე ვქმნი განზრახვას ჩემი მიზნის მისაღწევად. მე ვუსვამ საკუთარ თავს და საკუთარ რეალობას შესაბამის
და სწორ შეკითხვებს, მე ვუსვამ სამყაროს შესაბამისად და სწორ შეკითხვებს და მზად ვარ მივიღო სამყაროსგან სწორი პასუხი. მზად ვარ მივიღო სამყაროსგან სწორი და შესაბამისი პასუხი მატერიალურ სამყაროში. მე მკვეთრად და ღიად ვხედავ საკუთარ მიზანს და შევიგრძნობ იმას თუ როგორ აღვივსები ენერგიით. და ნახეთ კვერთხების პაჟი, როგორც გითხარით, ეს არის რაღაც ახალი ენერგიის მოზღვავება, ხო? სამყარო გაძლევთ ენერგიას იმისათვის, რომ მოახდინოთ თქვენი მიზნებისა და სურვილების რეალიზაცია. მე ვარ ჩემი მიზანი და მე ვგრძნობ საკუთარ თავს მასში. უკვე მიზან მიღწეულად ვგრძნობ თავს, ანუ. ჩემში უკვე არის ის ენერგია და ის მდგომარეობა, რომლის მიღწევაც მინდა. მე მჯერა საკუთარი თავის და მე კარგად ვგრძნობ სამყაროსგან მის გვერდში დგომას. ვგრძნობ იმას, რასაც მაძლევს სამყარო. სამყარო გაძლევთ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს, მესამე ვარიანტი. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. უღრმესი მადლობა და წარმატებები.